ტაილანდური კულინარიის შემდეგ ნიჭიერში ნამდვილი ქართული მუსიკის ჯერი დადგა. ვარ ლუკას არცე 4 წლის ქუთაისი. დავსეთ დავიწერა დოლის ხელა ზემე პატარა ქართველო როგორ ახარ? აი მე ყვარელი ხარ გამგიჟდები ეს თოли შენო დაუკრა ამ დიდოზე? ამ პატარა ლუკა? ბაბუს ხანდახან წნევები აწუხებს ლუკას დოლის გამო. რას გეუბნება, ბევრს რო უკრავ. ლუკა კოლეგის საყვარელო, მიდი ნიჭიერისთვის? აი ეს აზიატკები. კი, ყველაფერი ნიჭიერის საგანგებოდ შეუკერე. გამარჯობა. გამარჯ. გაგიმარჯ. ვიხარ შენ? ლუკა ლუკა, რაგვარი ხარ? სარცი და რა უნდა გააკეთო ეხა შენ მითხარი? დავსუკ აბა მინდა დაიწყო დაუკარე. აი მე კნუტი. მუხლებში როგორ დაიჭერს მიხელას? ნახე. Bravo! ყოჩა, ლუკა, ყოჩა. ესე იგი 4 წლის ბავშვს ესე სწორი რიტმის შეგრძნება გქონდეს პირველად ნახე ნამდვილად. ყოჩა, ლუკა. ბრავო, ესეთი პატარა და ესეთი ნიჭიერი რომ არ გადავიდეს შემდეგ ტურში. მე ნამდვილად ძალიან გავბრაზდები. ამიტომ მოდი მე ვიტყვი პირველს. მე ვამბობ კის. მეც ვამბობ კის. მამი კიგა კიდე ბევრი ტაში შენ და გააგრძელე ეგრე და გეუბნები. დავაი, გეუბნები შემდეგ ტურში. გაიქეცი, წადი საფში. მოდი ლუკა. პატარა ნიჭიერმა ქართველმა მთელი დარბაზი აღაფრთოვანა. ლუკას ბაბუა კი ალბათ უკვე ძალიან ამაყობს შვილიშვილის წარმატებით. აბა ეხა სამეცადინო გაქვს ბევრი და უნდა იმეცადინო, ხო იცი? ბაბუა წინასწარ ბოდიში. სამეცადინო გაქვს ბავშვ, მეორე ტურისტის მოსამზადებელია.